რამე სლომა ლოგიკით, ბოდი ჩაგვი, რაღაცა ლოგიკით ხვდები, რომ რაღაცა ხუმრობა შეიძლება მიხვდე როგორ მთავრდება, მაგრამ აქ წარმოუდგენელი რომ მიხვდე როგორ დაამთავრე. სწორედ ამაშია მისი ხიბლი, ხო, განსხვავებული სტილით, განსხვავებულ სტაილით მუშაობს ბეჭი. მაგარი ხუმრობა, აი მარტივი ხუმრობა, მაგრამ ძალიან სასაცილოა. თან აისო ვაკეთებს. არ ვიცით, შემდეგ მონაწილეს როგორი ხუმრობები ექნება და როგორი ხაზი აქვს წარმოდგენილი ხუმრობების. ჩვენ შეგვიძლია დაუძახოთ და მოვისმინოთ. მზად ხართ ამ ყველაფერს. მივესალმოთ ქალბატონი მზიანე ბიერიძე. გამარჯობა. გილოცავთ გამდე გახალ წელს მრავალს დაესწარეთ ყველა. ჯამთელად სულ ასეთ მხიარულ ხასიათზე ყოფილიყავით და კარგად და ჯამთელად. ნები ვრობთ ქალბატონო მზი, აქეთ მოგზავნეთ წინ გადახით. ძალიან კარგი. თქვენთან ახლა ცოტა ხანს მიხსები მაქვს რაღაცა. მეშები და წესები აგიხსნათ. არა ვიცი და ყველაფერი იცით ზეპირად. ძალიან კარგი, უღმესი მადლობა. თქვენთან მოსვლა შოუში ღმერთმა კიდევ მარგო ნაკლავე და ერთად ვართ ვახო, ვასო, ჩემო თეთრო და ნიკა დათუნა. ქალბატონო მზია, წინაზე რამდენი მოიგეთ? 400. 400. ძალიან კარგი გისურვებთ 1000-ის მოგებას. დიდი მადლობა. მზად ხართ? კატარი მავალაკი. მზად არის ჩვენი ჟიურიც. კი, საუბრებით 1-2 სიტყვით. ანკეტის მიხედვით. რა თქმა უნდა, ქალბატონი მზიას ვიცნობთ უკვე ჩვენთან გახლდათ სტუმრად. ყველაზე მხიარული ადამიანი, რომელსაც იცნობთ საკუთარი თავიო. ძალიან კარგია ქალბატონო. ვერაფერს ვერ ვიტყვი. ასე გავატარეშვილო ემხიარულობაში, თორე შეიძლება და გამეფრინა ახლა იმის განაცხოვრება მოდის. კი ბატონო, ძალიან პატივცემთ ზოგადად ჩვენ ისეთი სამსახური გვაქვს, როგორც ხედავთ, რომ პატივცემთ აი ესეთ ადამიანებს, ვინც მხიარულია და აძლევს მიუხედავად უამრავი რაღაცებისა, მაინც შემართებით ბრძანდებით. ძალიან კარგია. რა ვიცი, მე წარმატება უნდა მუსურო ამ ადამიანს, 1+1 კიდევ ის აქვს, რომ იმერელია და ქუთაისელი. ვისთვის პლუსი, ვისთვის უფრო პლუსი, 2 პლუსი. მე მაგაზე იმის ანალიზს წაგიკითხავთ, თქო თამაშგარე. კი ბატონო, არა. შენ გაგაძვრენ მილში. ემასე ნიკა, მიდი დავა. აგერო ბატონო, მე არა, რატომ მიიღეთ ისე რომ ჩემი პოზიცია იყო რაღაცა. ხო. პირიქით. ძალიან დადებითად. შეგვიძლია დავიწყოთ ქალბატონზე. ახლა მაგას დააჭირე შენ ხელი. დავაჭიროთ. 3, 2, 1. კუჭაში ჩავარდა, როგორ ამოვიყვანოთ კუჭიდან, თუ იცით? არ იცით. ახლა პრეზიდენტად თუ მოვიდა, მებონია ჟიმნი, გეშინოდეთ, არ დაგრჩებათ ხალი გასაჟიმნი. აგეთ როგორ ასნიშნავდა ცხოველიო ვერ მივხვდი. ბიჭი გაშვილო ვახო აღარ გააჩნდა. როგორ? ერთი წუთი და 50 ლარი უნდა მოგილოცოთ. კი გენაცვალე, მადლობა. ჟიმნის ამ და როგორი შთაბეჭდილება ჟიმნის ჰუმანურმა საქციელმა 50 ლარი მოგაგებინა თქვენ. ჩემო კარგო. შენ გაგძელე მაგიდა მე მომაგებია ფული. არ ვიცი. თლად გაგძელებისკენ მომიწოდებთ ამ საქმეში, მაგრამ არა უშავს. ვაგძელებთ თამაშს. კიდეთკო. ძალიან კარგი. 3, 2, 1. რაჭველის ცოლი სულ პირველ ღამეზე ოცნებობდა. წელს ისეთი სიცხები იყო, სვანებს თავებმა უწყლოდ ხმობა დაიწყო. კაცი იმდენი დაუჯდა სამშობლოდან ცოლშვილის გამოყვანა კაცობა დაკარგა. სიდერც ისე ძალიან ცხელოდა, სიძემ საყინულეში შესვლა გასაგრილებლად საწყალი ხალი. კაცს სამი ტყუპი შეეძინა, მარკოზი სახელი დაარქვა, მარკოზი, ნარკოზი და სარკოზი. კაცმა ფეხნები ხალი შეითო შვილისთვის ჩალის გადარჩებიო. კაცი შევიდა სადალაქოში და ეკითხება ახალგაზრდას. დალაქიშვილი ბესო, ხო, შენ ვინ ახარ და დალაქიშვილი ბესო, დაუძახე მამას შესაწყვეტი უნდა გავიპასო. ხალი მეორედ გათხოვდა, პირველ ღამეს არ ნიკოლოზ არაბიძეს გაეღიმა. ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა სახელი. უბრალოდ ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა, მაგრამ თქვენ ბედნიერების ღიმილმა 100 ლარი მოგაგებინათ, გილოცავთ. მადლობა დიდი. რთულდება თამაში. რთულდება ხო? როგორც ვათხოვ. თან ახალი წლები, ნაბახუსები, ცუდად არის ხალხი, ისეთ შეიძლება არ გაეცნოთ და თქვენ მე გეუბნებით ქალბატონო მზია, რომ აგძელებთ მაინც თამაშს ამ ყოველივეს შემდეგ? მოვკეტა. მაგრამ ამას მაინც არ ვიცი. ეს მე არ გეუბნებით. არა, ვიცი. არა, თამაშს გარეთ ვიტყვი ამას ახლა. მაინც ვნახოთ. ანუ წყვეთ თამაშს? წყვეთ თამაშს, ხო. და თამაშს გარე ეთქვით ისე ხუმრობას. ხალი მეორედ გათხოვდა. და აწება კაცთან. მოდი ქალო დაწეგი, შენც არ მყავდა ქალიშვილი, საზღვარგარღვეული საბაჟოსავეთ ახალ. კი ბატონო, ძალიან კარგი. გადავწევთ 100 ლარი ქალბატონ მზიას.
დიდი მადლობა. და როგორც ზურაბ არსაია იყო და გიორგი კარგად ზანდებოდეს. სულ მრავალი ახალი წელი გაგიჩნდეთ თქვენთან გამიგდა და კარგად. ნაკონდის ილოცავ კიდევ ერთხელ ყველა.